საინტერესოა ბერიას დაკავების ეპიზოდიც. ყოფილი სახალხო კომისრის დაკავებას მაღალი რანგის სამხედრო პირები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო გიორგი ჟუკოვი, ხოლო პორტფელში იპოვა ფურცელი, რომელზეც წითელი ფანქრით ეწერა: განგაში, განგაში, განგაში. ლავრენტი ბერიას დაპატიმრების შემდეგ, როგორც ალექს გრომოვი აღნიშნავს, პუბლიკაციაში სახალხო კომისარი ბერია, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ნიკოლაი შატალინი დაინიშნა. მას დაევალა მინისტრთა საბჭოში ბერიას კაბინეტში ჩხრეკა. გრომოვის თქმით, ოფისში აღმოაჩინეს 11 წყვილი, უცხოური, ქალის წინდა, ქალის 7 აბრეშუმის ტრიკო, ქალის ბლუზები, თამსაფრები, ქსოვილის ნაჭრები და ოფისისთვის უჩვეულო სხვა ნივთები. ამის გარდა, როგორც შატალინი ამტკიცებდა, იქ ქალების მიერ გამოგზავნილი ინტიმური შინაარსის უამრავი წერილიც იქნა ნაპოვნი. შატალინი ასევე ახსენებს გარყვნილი მამაკაცის დიდი რაოდენობით ნივთებს, თუმცა აღარ აზუსტებს და მათ ჩამოთვლასერიდება. თუმცა ჩხრეკისას ლავრენტი ბერიას ოფისიდან მხოლოდ ქალის ნივთები არ ამოიღეს. მაგალითად, ტომილინას და არტიზოვის წიგნის ნიკიტა სერგეევიჩ ხრუშჩოვის მიხედვით, თავად ხრუშჩოვი ამტკიცებდა, რომ ბერიას ერთ-ერთი სეიფი ობლიგაციებით იყო სავსე. ამ ობლიგაციების ნაწილი დაკავებულს არ ეკუთვნოდა. სამარაუდოდ, ბერიას ქვეშემრდომებმა სხვა თანამშრომლების სეიფებიდან ფარული შემოწმების დროს ამოიღეს. დღეს უკვე შეუძლებელია გაარკვიო, რა არის სიმართლე და რა ლეგენდა. მით უმეტეს ყველასათვის ცნობილია, რომ ხრუშჩოვის დროს ბევრი დოკუმენტი ბერიას გარშემო განადგურდა. ჭკვიანურმა პოლიტიკურმა თამაშმა ნიკიტა ხრუშჩოვს საშუალება მისცა სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერიასთვის დაესწრო. პოლიტბიუროს წევრებთან ერთად ხრუშჩოვმა შინაგან საქმეთა ყოვლის შემძლე სახალხო კომისრის დაპატიმრება მოახერხა. მოვლენების განვითარების ოფიციალურ ვერსიაში ნათქვამია, რომ 1953 წლის 26 ივლისს კრემლში გამართულ შეხვედრაზე ხრუშჩოვმა ღიად დაადანაშაულა ლავრენტი ბერია საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ ქმედებებში. გამოძიების მსვლელობისას საზოგადოების თვალში ლავრენტი ბერია წარმოდგენილი იყო როგორც სისხლიანი ჯალათი, რომელიც ყველა სახის ცოდვაში იყო ბრალდებული. ჟუკოვის მოგონებების თანახმად ბერიამ თავი ძალიან მშიშარა ადამიანად წარმოაჩინა, რომელიც სასჯელის აღსრულებამდე წყალობას ითხოვდა. ისტორიულად ტიროდა და მუხლებზე ხოხავდა. ეს განცხადება 1994 წელს მაიორმა ხიჟნიაკმა უარყო, რომელიც მაღალჩინოსან პატიმარზე იყო მიმაგრებული. მოსკოვის საჰერო თავდაცვის ოლქის შტაბის კომენდანტმა განაცხადა, რომ ბერია იყო მშვიდი, ფერმკრთალი და თავშეკავებული. ოფიციალური ინფორმაციით და გადმოცემითაც, ლავრენტი ბერია საჰერო თავდაცვის სამინისტროს შტაბის ბუნკერში ქვეყნის გენერალური პროკურორის რუდეკოს თვალწინ დახვრიტეს. ღამე მისი სხეული ერთ-ერთ კრემატორიუმში დაწვეს, ფერფლი კი მდინარე მოსკვაზე მიაბნიეს. გამოიწერე კოდის YouTube არხი.